დღეს ხვალ ან გუშინ არ აქვს მნიშვნელობა, როცა ეს ვიდეო შეგხვდებათ, მთავარია გაგიმართლოთ, რომ 3 იანვრისთვის მოხდეს თქვენი ყურადღების ცენტრში, რადგანაც გამორჩეული დღე გვაქვს, პერიჰელიუმი, ასე ქვია, ამ დღეს, როცა მზე უბრალოდ როდი ანათებს, მზე ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან. ის აგძლიერებს ჩვენს ინტუიციას, აძლიერებს ჩვენს ფიქრებს, აძლიერებს ჩვენს ძალებს და აი უმაგრესად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე. ეს არის დასაწყისისათვის, წლის დასაწყისისათვის იშვიათი ენერგეტიკული პორტალი და არ უნდა მოასწრონ, რომ დაკეტონ უთქვენოდ ჩემო ძვირფასებო. ეს არის რაღაც შინაგანი კომპასის გახსნა, რაღაცა რომელიც აი მიმართულებებს თვითონ შინაგანი მე გაძლევთ და აი ისეთი ინტუიციის მომენტებს დაიჭერთ, არავითარ შემთხვევაში არ უგულოყოთ საკუთარი შინაგანი ხმა და არ თქვათ, რომ ავტოპილოტზე გადავრთავ ჩემს ცხოვრებას, ან კიდე ეს რასისულელე მომაფიქრდა, არავითარ შემთხვევაში. დღეს, როცა მზე შენ სიმართლეს ანათებს, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ ჩემო ძვირფასო ადამიანებო. კიდევ ერთხელ გეუბნებით თუ გონებაზე მეტად თქვენს სხეულს ენდეთ, იმიტომ რომ რაღაც ინტუიციური ამბები დაგეწყებათ. სიმართლე დაგეწყებათ და ამ სიმართლის განათების სურვილი მოგინდებათ. პატარა რიტუალს გასწავლეთ იმისათვის, ჩემო ტკბილო ადამიანებო, რომ ეს შანსი არ გაუშვათ ხელიდან. საქმე რაშია? 3 იანვარს, მოკლედ, გაგიმართლათ კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ეს ვიდეო შეგხვდებათ, მთელი დღის განმავლობაში ამბობენ საქართველოში ძალიან კარგი ამინდიაო, ხო და გადით გარეთ, ან დადექით აივანზე ან ფანჯარასთან, მზესთან ახლოს და იმახსოვრეთ, რომ მზე ყველაზე ახლოს არის, სხვა პორტალი გახსნა, სხვა დამოკიდებულება გააბა შენთან, სხვა სიყვარულით მოვიდა, ხალხნო, ასე რომ ხელი გაუწოდეთ ჩემო ტკბილო ადამიანებო. ეხლა რაშია საქმე? ავიღებთ მარჯვენა ხელს და მზის წნულზე დავიდებთ. ეს არის ერთ-ერთი ჩაკრა, რომელიც კუჭის ტერიტორიაზე დაახლოებით რომ მიგახვედროთ, იქ მდებარეობს. და ჩვენ სამჯერ ჩურჩულით აუცილებლად ვამბობთ აი ესეთ სიტყვებს. მე ხა ნელა ვიტყვი და ჩაიწერეთ. მე ვიღებ ამ დღის მზის ძალას. დაეჩემი გზა 2026 წელს იყოს ნათელი. მე ვირჩევ მიმართულებას, სადაც არის ენერგია, სიხარული და ზრდა. აი ესეთ სიტყვებს სამჯერ წაიჩურჩულებთ საკუთარი თავისა და მზისათვის და ამ მომენტისათვის, სხვათა შორის, აუცილებლად სავარაუდოა გამოგიტივტივდებს აი ესეთი შეკითხვა, საით მიმიწევს ეხლა 2026 წლისათვის გული სინამდვილეში. აი პირველი რაც მოგაფიქრდება და პირველი ვინც მოგაფიქრდება, საით მიგიწევს თქვენი ინტუიცია. აი 2026 წელი სად დაგანახებს საკუთარ თავს, სად მიდიხარ, ვისკენ მიდიხარ. პირველივე როცა ინტუიცია გეტყვის, აი ეს არის ლევანი, აი ეს არის მამიკო, ეს არის ჩემი შვილი, ეს არის საზღვარგარეთი, ეს არის სოფელი, ეს არის რა ვიცი, ახალი ავტომობილის ბაზრობა. ეს არის, რა ვიცი, სადაც უყურებთ საკუთარ თავს, ოღონდ მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე, მეათე, მოდი ასე ვთქვათ, მცდები არაფერ შუაში აღარ არის. პირველი, ანუ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაპარაკოთ, ინტუიცია ამ დღეს 3 იანვარს ყველაზე მაგრად იმოქმედეთ. რაც შეიძლება მეტი გადატირაჟება გააკეთეთ, გააცანეთ თქვენ საყვარელ ადამიანებს, ეს ძალიან მარტივია. ოღონდ ეხლა ამას პირდაპირ ესე არ უნდა დაზეპირებულად გახვიდეთ აივანზე და მზის შუქზე დაადგეთ და მუცელზე ხელი დაიდოთ და არა, გაცვიცნობიერებულად, ჭკვიანურად, ძალიან ასე თქვათ ნატიფად და სუფთად, ძალიან ასე თქვათ გძნობიარეთ, სენსიტიურად გააკეთეთ ეს ყველაფერი. არავითარ შემთხვევაში თქვენი შეგრძნებების გაუფასურება არ მოახდინოთ. ის ლოგიკა, რომელიც შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, ჩათვალეთ, რომ ზუსტად ის არის და ზუსტად კარგ ადგილზე მიყავხარ თქვენს ჭკვიან მეს, თქვენ ღვთაებრივ მეს, ჩემო ძვირფასო ადამიანებო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს
თქვენი ვერსიები ჩამოწეროთ, ან უბრალოდ თქვას, რომ მე ვიღებ მზის ზალას, მე ვირჩევ სინათლეს, აი ეს კოდური სიტყვები დაწერეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიარეთ. სხვათა შორის ტაროზე კონსულტაცია ძალიან მაგარია ამ დღეებში, დაახლოებით ეს 20 იანვრამდე გაგრძელდება, ჩაეწერეთ და წლის ტენდენციები ერთად შევქმნათ და ეს კითხვის ნიშნები, რომელებიც წამოვა ამ წლის განმავლობაში, ეს ცეცხლოვანი ცხელი არ იქნება მანდა მაინც 7, არა, ის იქნება დაუოკებელი მუსტანგი, დამიჯერეთ და ამ ყველაფერს წინასწარ უნდა ხართ ინფორმირებული, ესე იგი ხართ შეიარაღებულები. აი, ძალიან კარგი იქნება თუ მზის ამ დღეს, მზის დღეს ხომ უნდა ასე ვთქვათ, ანუ პერიჰელიუმში გქონდეს მზის არკანი. მე შემიძლია, ასე ვთქვათ, დამუხტული მოგაწოდოთ, ისაც მოუნდება, დამიკავშირდით და გქონდეთ ამ დღის სასანიშნავად და იცოდეთ, აი ეს ზუსტად იმ დროს შემოვიდა თქვენს სატელეფონო სივრცეში, როცა ყველაზე გახსნილი და ყველაზე კარგი გზა იყო ბუნებამდე ამ წლის დასაწყისში თანაც ამას მნიშვნელობა აქვს. მას ასენდეთ თქვენს შინაგან ინტუიცირებულ კომპასს და მე ვიცი ზუსტად ძალიან მაგარ ადგილზე წაგიყვანთ. აი ზუსტად ვიცი ისიც რომ იმ კომპასმა მოგიყვანათ ქურუმი ქალის ტაროსთან, მეთეა ვარ და მოხარული ვარ ყოველთვის გზა კეთილი, გზა მართალი და გზა ღვთიური გაჩვენოთ ჩემო ძვირფასებო. ძალიან მიყვარხართ და გელოდებით. ნახვამდის გადაუზიარეთ აუცილებლად სხვებსაც.